პრობლემაზე ორიენტირებული სასკოლო პროექტი ბიოლოგიაში, მეთოდი როლური თამაშები, აქტივობა იმიტირებული სასამართლო პროცესი, თემა სისხლის ჯგუფების დამემკვიდრება, დნმ. მიზანი მოსწავლეებში საგნის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, მათში შემოქმედებითი აზროვნებისა და უნარების განვითარება, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. სიტუაცია პირველი, ახალშობილების საქმე. სახელმწიფო ბრანდები, პროკურორი კესო გულიაშვილი, დაცვის მხარე, ადვოკატი თამარი დაცვიშვილი, სასამართლოს მდივანი ნინო ჯაგაშვილი. ხომ არ გაქვთ ხაცილება არსებულ შევანდილობასთან ბრანდების მხარეს? არა, თანამშრომლობა. დაცვის მხარეს? სასარგებლობის მხარეს? არა, კონკურსება, მეგობრობის სასამართლოს. დივანს თხოვ მოგახსენოს ყველა საჭირო პირი ესწრება თუ არა სასამართლო პროცესს. ბატონო მოსამართლე, მოგახსენებთ, რომ ყველა საჭირო პირი გაფრთხილებულია და ელოდება თქვენს გამოდარჩენას. სასამართლოს შობლის პირველი წვრიდან ესწრება მამა თურა შიფრაძე, ხოლო მეორე წვრიდან დედა ელენე ბონაშვილი. შეიძლება შეუქმნათ დნმ-ის ექსპერტს სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე. მადლობა თხოვდა. ბრანდების მხარეს თხოვ, დაგაცნო საქმის ვიკავები. ბატონო მოსამართლე, პატივცემულო სასამართლოს წევრებო, 2025 წლის 11 ნოემბერს სამშობიარო სახლში დაიბადა ორი ახალშობილი, მათე და გიორგი. სამშობიარო ბლოკის ექთანს ბრანდების გარეგან ბანაშვილს, რომელსაც ევალებოდა ახალშობილების მიღება და მეთვალყურეობა, ისინი ერთმანეთში აერგა, შობლება შემოიტანეს საჩივარად. სამშობიარო ბლოკის ექთნის დანაშაული კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლით, როგორც სამსახურებრივი უპასუხისმგებლობა. ისთვისაც მსჯავრდებული იმსახურებს ჯარიმას, 6 თვიდან ერთგავებად შინაპატიმობას, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადიცამწამდე. მადლობა გთხოვდა. ბრანდებული თხოვდა დაბრუნდა. მე ვარ გარეტო ბაღაშვილი, მუშაობ სამშობიარო სახლში კონტროლზე მომდია, მევალება ახალშობილებზე ზრუნვა და თქვენ გაქვთ დაცვის უფლება, თქვენ გაქვთ დუმის უფლება, შეკითხვის უფლება, გასაჩივრების უფლება. გასაგებია პროკურორის მიერ თქვენს მიმართ აკადემიური გავლენა აღიარეთ დანაშაულს. მადლობა გთხოვდა. დაცვის მხარეს თხოვ, წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. ბატონო მოსამართლე, პატივცემულო სასამართლოს წევრებო, როგორც თქვენ მოისმინეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს. ხოლო მოუთხრობ სასამართლოს თუ რა მოხდა 2025 წლის 11 ნოემბერს. 2025 წლის 11 ნოემბერს სამშობიარო სახლში შემოიყვანეს ორი მშობიარე. მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა, ორი ახალშობილი დაიბადა, ორივე ვაჟი, ორივე სამშობიარო ნახევარს იწონდა. მე მივიდა ბავშვები, დავიწყე მასწავლებლის ზრუნველობა, მაგრამ თავი შეუძლოთ იცენ და მივხვდი, რომ ისინი ერთმანეთში ამერიკაში. ვასკული ვაგი, ჩვენს უსიახლოებსა. ეთნიად მარნა. დაზარალებულებო, გაფრთხილეთ, დაისავით სასამართლოს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა დაგეკისრება. ოდიში ბატონო მოსამართლე, მაგრამ ძალიან გადალებებულია. ბატონო მოსამართლე, ვითხოვ შუამდგომლობას. ხოლო გამოიძახოთ სამშობიარო სახლის მეან გინეკოლოგი მარიამ გიებაშვილი. ამასთანავე გენეტიკური ლაბორატორიის ექსპერტ-გენეტიკოსებს გადაუგზავნეთ ახალშობილების და მათი მშობლების სისხლის ნიმუშები. დღეს ექსპერტების მოწვეულები არიან და ელოდებიან თქვენს გამოდარჩენას. მადლობა გთხოვდა. ვიძახებთ მარიამ გიებაშვილს. მოგესალმებით, მარიამ გიებაშვილი, სამშობიარო სახლის მეან გინეკოლოგი. მოუყევით სასამართლოს რა მოხდა 2025 წლის 11 ნოემბერს. 2025 წლის 11 ნოემბერს სამშობიარო სახლში შემოიყვანეს ორი მშობიარი. ორი მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა, ორივე სისტემი შეეძინათ, შემდგომში ახალშობილები მიგადარეთ სამშობიარო ბლოკის ექთანს საერთო მაღაზიაში, რომელიც შემოწყობილა, რომ ისინი ერთმანეთში აერგენ. შეკითხვები ხომ არ გაქვთ ბრანდების მხარეს? გარეთე ბავშვის მოღვაწეობის განმავლობაში კიდევ ხომ შეგვიძლია ისაუბროთ? არა, არასოდეს გამიგე დაამატა, რომ ის განმავლობაში სპეციალისტებისა დასრულებდა თავის მოვალეობას და ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო. დაცვის მხარეს უსმენთ? იმ მომენტში
მოგიჩა, იმეუცნაური ხომ შეგიჩნევია შეგანძებულისთვის. დიახ, შენ ჩვენთან შევძლებდა და შენ გვაქვს წინათ გაუზომე და ზედმეტად მაღალი გავიქცევდა. მადლობა ყოლტავძამ. ვიძახებთ ექსპერტ გენეტიკოს და ვალატავს. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე, პატრიცემულო სასამართლოს წევრები. ეს ლაბორატორიაში აღმოჩენილი ტექნოლოგია ახალშობილისა და მათი მშობლების სისხლის მიმოხილვა. მოგახსენებთ კვლევის შედეგებს. მოგეხსენებათ ადამიანში არსებობს ერთი ჯგუფის სისხლი. მათი დამოკიდებულება გენეტიკურია და წარმოქმნილია სამი არტემული გენი. პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი და მეორე. პირველი ჯგუფი არის სახელწოდებული მუდი, მეორე ჯგუფი არის სახელწოდებული ა, მესამე ჯგუფი არის ბ, ხოლო მეორე ჯგუფი არის ა. პირველ ჯგუფს აქვს მხოლოდ ერთი სახის გენოტიპი, მეორე ჯგუფს აქვს ორი სახის გენოტიპი. Armudi, Armudi. Mesa do sacerdote a sua satisfação, Armudi, Armudi. Quando eu fui por si sendo dos filhos, a sua satisfação, Armudi. Logo, o princípio é posso ouvir a palavra. As matérias. Quando მეორე არის პირველი. ორივე ახალშობილს აღმოაჩნდა პირველი ჯგუფის სისხლი. პირველი ჯგუფის მშობელი. პირველ ჯგუფში დედას აღმოაჩნდა პირველი ჯგუფის სისხლი. ხოლო მამას აღმოაჩნდა მეორე ჯგუფის სისხლი ანი. პირველს აქვს მხოლოდ ერთი სახის გამდა. ხოლო მეორეს აქვს ორი სახის გამდა. ეხლა პირველი თაობა ანუ ახალშობილი. პირველი ვარიანტი გვაქვს A0, ხოლო მეორე ვარიანტი გვაქვს 0. A0 არის მეორე ჯგუფის სისხლი, ხოლო 0 არის პირველი ჯგუფის სისხლი. ეხლა მეორე ჯგუფი. მეორე ჯგუფში დედას აღმოაჩნდა ასევე პირველი ჯგუფის სისხლი. ხოლო მამას აღმოაჩნდა ამჯერად მესამე ჯგუფის სისხლი ბ. ისევ როგორც პირველში აქვს პირველს აქვს ერთი სახის გამდა. ხოლო მეორეს ორი სახის გამდა. პირველი თაობა პირველი ვარიანტი გვაქვს B0, ხოლო მეორე ვარიანტი გვაქვს 0. B0 არის მესამე ჯგუფის სისხლი და 0 პირველი ჯგუფის სისხლი. ჩემი კვლევის შედეგად გვინდება, რომ ორივე ჯგუფის შესაძლოა ეყოლოს პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვი. თუმცა
თუმცა მაინც ამ ყველაფრით ვერ ვახცევთ საბოლოო მიზანს, შესაბამისად გვესაჭიროება დნმ-ის ექსპერტიზა.